მოგესალმებით ყველას. საქართველოსა და თურქეთში მცხოვრებ თურქებს. მთელ თურქულენოვან მოსახლეობას. ყველას, ვისაც ქართული ენის სწავლა გსურთ. დღეს ჩვენ ვატარებთ ქართული ენის მე-18 გაკვეთილს. საქართველო არა mარტო ლამაზი ბუნების, არამედ უმდიდრესი ისტორიისა და kulturuli წარსულის მქონე ქვეყანაა. Gürcistan sadece doğası güzel olan ülke değil. Aynı zamanda çok zengin tarihi ve kültürel geçmiş olan memlekettir. Amazı მეტყოლებენ საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი მასალები, წერილობითი ძეგლები, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული antikuri xanis ქალაქები. Burada yapılan arkeolojik kazılarda çıkan buluntular, yazı kaynaklar, ülkemizin topraklarında var olan antik çağ kentleri, Gürcü halkının çok eskilerde dayanan tarihi olduğunu göstermektedir. Ქალაქ დმანისში აღმოჩენილია 1.600.000 წლის წინანდელი ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის ნაკვალევი, თავის ქალა და ქვედაღბა, რომელთაც საქართველოში სიძველით ანალოგი არ მოეპოვება. Dmanisi şehrinde keşfedilen ilk el insanın kafa taşı ve alt çenesi Gürcistan'daki buluntuların en eskisidir. Saukунეების წინათ არის აგებული ბოლნისის სიონი, სვეტიცხოველი, ჯვარი, ვარძია, საფარა, ალავერდი, შუამთა, ნიკორწმინდა, ბარაკონი, იკორთა, ბეთანია, უბისა და სხვა უამრავი ტაძარი და ეკლესია, მონასტერი და ციხე გალავანი, რომელთაგან ბევრი მყარ დგას და ამშვენებს საქართველოს. მათში ერის ისტორია, კულტურა, ძლიერება და ნიჭია çaksovili. Asırlar boyunca Gürcistan'da inşa edilmiş sayısız ibadet, manastır, kilise ve kalelerden çoğu hala ayaktadır ve bugün de memleketimizi güzelleştirmeye devam ediyorlar. Bolognisi Sioni, Svetitshoveli, Jvari, Vardzia, Sapara, Alaverdi, შუამთა, ნიკორწმინდა, ბარაკონი, იკორთა, Betanya, Ubisa gibi eserler Gürcü milletin tarihini, gücünü ve yeteneğini göstermektedirler. 11-12 საუკუნეებში საქართველოში არსებობდა ორი აკადემია, გელათი და იყალთო. უფრო ადრე კი ფილოსოფიური სკოლა Pazişi, ანუ დღევანდელ ფოთში არსებობდა. 11-12 yüzyıllarında Gürcistan'da Gelati ve İkalto gibi iki akademi. Daha önce döneminde ise Paziş şehrinde, yani şimdiki Poti şehrinde felsefe okul faaliyet göstermekteydi. Kartoli kulturi სამეცნიერო ცენტრები შენდებოდა საზღვარგარეთაც. საბერძნეთში, სირიაში, პალესტინაში, ბულგარეთში. Ამან დიდად შეუწყო ხელი ჩვენი ეროვნული კულტურის, მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარებას. Yunanistan, Suriye, Filistin ve Bulgaristan gibi yurt dışı ülkelerde Gürcü kültür ve bilgi merkezleri kurulmaktaydı. Bu durum milli kültür, bilim ve felsefenin gelişmesini sağlamıştır. Ათასობით იჭედებოდა ქართველი ხალხის საუკეთესო ეროვნული თვისებები. Patriotizmi, სტუმართმოყვარეობა, მეგობრისადმი ერთგულება, შრომის მოყვარეობა, რაინდული სული და პოეტური ბუნება. Gürcü halkının yurtseverliği, misafirperverliği, dostlarına sadakati, çalışkanlığı, şövalye ruhu ve şairane yapısı gibi mükemmel ulusal özellikler binlerce yıldan beri sürmekte oluşmaktadır. Kartveli kalebe გამოირჩევიან სინაზით, ქალურობით, ოჯახისადმი ერთგულებით, მამაკაცები კი ვაჟკაცობით, ქალისადმი რაინდული დამოკიდებულებით. Gürcü kadınların belirgin özellikleri şirinlik, zarafet, aileye karşı sadakat, erkeklerin ise cesaret ve kadına karşı şövalye ruhlu davranışlardır.
ახლა კი გადავდივართ ჩვენი გადაცემის პრაქტიკულ ნაწილზე. დავუბრუნდეთ გრამატიკას. ქონა ყოლისა და არ ქონა არ ყოლის გამოსახატავად ქართული ენა თურქულისაგან განსხვავებით გამოყოფს სულიერსა და usuluს. Gürcü dilinde var ve yok ifadesi Türkçeden farklı olarak verilmektedir. Gürcüce'de canlı ve cansız durumları iki ayrı şekilde söylenir. Mqavs bir canlıya sahip olma durumu için kullanılır. Maqs ise cansız bir varlığa sahip olma durumu için kullanılır. Örneğin, şvili mqavs, მაგრამ სახლი მაქვს. ბევრი მეგობარი მყავს, ხოლო ცოტა სათამაშო მაქვს. გიორგი, დაასახელეთ მაგალითები. ხოლობითი რიცხვი. პირველი პირი. მე მყავს ბავშვი. მეორე პირი. შენ მყავს ბავშვი. მესამე პირი. მას ჰყავს ბავშვი. მრავლობითი რიცხვი. პირველი პირი. ჩვენ მყავს ბავშვი. მეორე პირი. თქვენ მყავთ ბავშვი. მესამე პირი. მათ ჰყავთ ბავშვი. ხოლობითი რიცხვი. პირველი პირი. მე მაქვს სახლი. მეორე პირი. შენ გაქვს სახლი. მესამე პირი. მას აქვს სახლი. მრავლობითი რიცხვი. პირველი პირი. ჩვენ გვაქვს სახლი. მეორე პირი. თქვენ გაქვთ სახლი. მესამე პირი. მათ აქვთ სახლი. ხოლობითი რიცხვი. პირველი პირი. მე მყავს მშობლები. მეორე პირი. შენ გყავს მშობლები. მესამე პირი. მას ჰყავს მშობლები. მრავლობითი რიცხვი. პირველი პირი. ჩვენ გვყავს მშობლები. მეორე პირი. თქვენ გყავთ მშობლები. მესამე პირი. მათ ჰყავთ მშობლები. ხოლობითი რიცხვი. პირველი პირი. მე მაქვს სამსახური. მეორე პირი. შენ გაქვს სამსახური. მესამე პირი. მას აქვს სამსახური. მრავლობითი რიცხვი. პირველი პირი. ჩვენ გვაქვს სამსახური. მეორე პირი. თქვენ გაქვთ სამსახური. mესამე პირი. მათ აქვთ სამსახური. Yok anlamlı ifadesi vermek için bildiğimiz max ve mqavs kelimelerin önünde ar olumsuz veren sözcük kullanılır. ხოლობითი რიცხვი. პირველი პირი. მეუღლე არ მყავს. მეორე პირი. მეუღლე არ გყავს. მესამე პირი. მეუღლე არ ყავს. მრავლობითი რიცხვი. პირველი პირი. მეუღლე არ გყავს. მეორე პირი. მეუღლე არ ყავთ. მესამე პირი. მეუღლე არ ყავთ. ხოლობითი რიცხვი. პირველი პირი. ფული არ მაქვს. მეორე პირი. ფული არ გაქვს. მესამე პირი. ფული არ აქვს. მრავლობითი რიცხვი. პირველი პირი. ფული არ გვაქვს. მეორე პირი. ფული არ გაქვთ. მესამე პირი. ფული არ აქვთ. გამონაკლისია სიტყვა მანქანა. მანქანა მყავს და არა მანქანა მაქვს. ქართულში ისევე როგორც თურქულში ძმა შეიძლება იყოს გარდამავალი და გარდაუვალი. Gürcüce'de, Türkçe'de de olduğu gibi geçişli ve geçişsiz fiiller vardır. Გვახსოვდეს, ქართულ ენაში გვაქვს პირდაპირი და iri bir obyekti. Unutmayınız, Gürcü dilinde dolaylı ve dolaysız iki türlü nesne vardır. Tuzla şeytaz პირდაპირ obyekt, iki gardamavaliye. Dolaysız nesneyi içeren fiiller geçişlidir. Tuzla ar şeytaz პირდაპირ obyekt, iki gardauvaliye. Dolaysız nesneyi içirmeyen fiiller dolaysızdır. Გამოდის, რომ ყველა სამპირიანი ზმნა და ყველა ორპირიანი ზმნა, რომელიც შეიცავს პირდაპირ obyekt, gardamavalია. Demek oluyor ki, bütün üç kişili fiiller ve dolaylı nesneyi içeren iki kişili fiiller geçişlidir. Ყველა ერთპირიანი ზმნა და ის ორპირიანი ზმნა, რომელიც არ შეიცავს პირდაპირ obyekt, gardaუვალია. Bir kişili bütün fiiller ve dolaysız nesneyi geçirmeyen iki kişili pasif fiiller geçişsizdir. Პირდაპირი obyekti დგას სახელობით და მიცემით ბრუნვაში. Dolaysız nesne yalın halinde ve yönelme halinde bulunmaktadır. İri bir obyekti ki დგას მხოლოდ და მხოლოდ მიცემით ბრუნვაში. Dolaysız nesne ise sadece yönelme halinde bulunmaktadır. Ახლა ვისწავლოთ ობიექტური წყობის ზმნების უღლება. Şimdi nesnesel yapılı fiillerin çekimini öğrenelim. ხოლობითი რიცხვი. პირველი პირი. ქვია მე ის. ქვია შენ ის. ქვია მას ის. მრავლობითი რიცხვი. პირველი პირი. ქვია ის. ქვიათ თქვენ ის. ქვიათ მას ის.
მხოლობითი რიცხვი, პირველი პირი. წერს ის მე მას. მეორე პირი. გწერს ის შენ მას. მესამე პირი. სწერს ის მას მას. მრავლობითი რიცხვი, პირველი პირი. გწერს ის ჩვენ მას. მეორე პირი. გწერთ ის თქვენ მას. მესამე პირი. სწერს ის მათ მას. მხოლობითი რიცხვი, პირველი პირი. ნახა მან მე. მეორე პირი. გნახა მან შენ. მესამე პირი. ნახა მან ის. მრავლობითი რიცხვი, პირველი პირი. გვნახა მან ჩვენ. მეორე პირი. გნახათ მან თქვენ. მესამე პირი. ნახა მან ისინი. მხოლობითი რიცხვი, პირველი პირი. მესალმება ის მეორე პირი. გესალმება ის შენ. მესამე პირი. ესალმება ის მას. მრავლობითი რიცხვი, პირველი პირი. გვესალმება ის ჩვენ. მეორე პირი. გესალმებათ ის თქვენ. მესამე პირი. ესალმებათ ის მათ. მხოლობითი რიცხვი, პირველი პირი. ჯერა მე ის. მეორე პირი. გჯერა შენ ის. მესამე პირი. სჯერა მას ის. მრავლობითი რიცხვი, პირველი პირი. გჯერა ჩვენ ის. მეორე პირი. გჯერათ თქვენ ის. მესამე პირი. სჯერათ მათ ის. პირდაპირ და ირიბ ობიექტებს პირველ და მეორე პირში ერთნაირი ნიშნები აქვთ. მესამე პირში კი მათ შორის განსხვავებაა. ირიბ ობიექტს აქვს ნიშანი, პირდაპირს კი არა. Tekil ve çoğul birinci ve ikinci kişilerde dolaylı ve dolaysız nesnelerin aynı örnekleri vardır. Üçüncü kişide aralarındaki fark şudur. Üçüncü kişide dolaylı nesnenin eki vardır, dolaysız nesnenin ise yoktur. მესამე ობიექტურ პირს თუ კი ის ირიბი ედესმის ფუძე თანხმოვანზე იწყება ხ ან s თავსართი ორივე რიცხვში ექნება. Nesnesel kişi dolaysız olduğu zaman ve fiil kökü ünsüz ile başladığı zaman h ve s örnekleri olacaktır. S იხმარება 9 თანხმოვნის წინ. D, T, T, Z, C, 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 Ç, Ç. S 9 tane harfin önünde kullanılır. D, T, T, Z, C, C ve C, Ç, Ç. H იხმარება 7 თანხმოვნის წინ. B, P, P, G, K, K, K. H harfi 7 adet harfin önünde kullanılmaktadır. B, P, P, G, K, K, K. დავასახელოთ მაგალითები. მხოლობითი რიცხვი მაძლევს, გაძლევს, აძლევს. მრავლობითი რიცხვი გვაძლევს, გაძლევთ, აძლევს. მხოლობითი რიცხვი მესმის, გესმის, ესმის. მრავლობითი რიცხვი გვესმის, gesmit, esmit. Birinci kişi nesne ekilden sonra a veya e ünlüler geliyorsa onlar değişmeden kalırlar. მხოლობითი რიცხვი მიყვარს, გიყვარს, უყვარს. მრავლობითი რიცხვი გვიყვარს, გიყვართ, უყვართ. მხოლობითი რიცხვი მინდა, გინდა, უნდა. მრავლობითი რიცხვი გვინდა, გინდათ, უნდათ. მხოლობითი რიცხვი მიჭერს, გიჭერს, იჭერს. მრავლობითი რიცხვი გვიჭერს, გიჭერთ, იჭერს. Birinci kişi nesne ekinden sonra i ünlü geliyorsa o da değişmeden kalır. Ama bazen tekil ve çoğul üçüncü şahısta değişmeye uğraşır ve i üye gelebilir. ახლა ვისწავლოთ ახლანდელ დროში ობიექტური წოდოყობის ზმნების გამოყენებით მარტივი წინადადებების შედგენა. Şimdiki zamanda nesnesel yapılı fiiller kullanarak basit cümlenin kurulmasını öğrenelim. Unutmayınız, şimdiki zamanda nesnesel yapılı fiillerin esas kişileri yönelme halinde, esas olmayan kişiler ise yalın halinde bulunur. Örneğin, ლევანს სჭირდება ფული. გიორგის უყვარს ნანა. ნინოს ჰყავს შვილი. ბავშვს მოსწონს სათამაშო. გივის ჰყავს მანქანა. პაპას აქვს ვენახი. საშინაო დავალება. ev ödevi. აუღლეთ შინ შემდეგი ზმნები.
მხატავს, მჭირდება, მწამს, მირჩევნია. გვანცა და გიორგი დიალოგში მონახეთ ქონაყოლის გამხატველი ზმნები და გამოყავით პირის ნიშნები. გამარჯობა. გაგიმარჯოს. ვერ მიცანი, ეს მე ვარ თამთა. დიახ. არ გახსოვს წინა გაკვეთილზე ერთხელ უკვე მიმიწვიე. გამომკითხე ჩემიანების შესახებ. თამთა, როგორ არა? გამახსენდი გიცანი. მოდი ერთხელ კიდევ გაგვახსენე თავი. კი ბატონო, ეს მე ვარ თამთა, ცხოვრობ თბილისში. ყავს დედმამა და უმცროსი და თია. მე გათხოვილი ვარ. ყავს მეუღლე, მას დათო ჰქვია. თქვენი მეუღლე მდიდარია? არა, დათო მდიდარი არ არის, მაგრამ კარგი სამსახური აქვს, ბევრს მუშაობს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ბინა, ყავს მანქანა. მალე ბავშვი გვეყოლება, მე დათო ძალიან მიყვარს. გონი მასაც უყვარვარ. ჯერა ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის. ძალიან კარგი. მიხარია და მომწონს რომ შეხმატკბილებული ცოლ-ქმარი ხართ. ეს ჩვენ ძალიან გვიამაყება. ღმერთმა გვიმრავლოს თქვენაერი ოჯახები. თამთა, ცოტა რამ დათოს მშობლების შესახებაც მოგვიყევი. სიამოვნებით, დათოს ყავს მშობლები და უფროსი და ეკატერინე. ეკატერინე გათხოვილია. მას საკუთარი ოჯახი აქვს და უკვე დიდი შვილები ჰყავს. დათოს მშობლები გურჯაანში ცხოვრობენ და კი თავისი ოჯახით თელავში. დათოს პაპასა და დიდედას სოფელში აქვთ ვენახი. მათ აქვს საუკეთესო ჯიშის ყურძენი. პაპა მისი შვილივით უვლის ვენახს. მას ვაზის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. ყოველ დილას თითქოს ვაზი ეძახის, უხმობს მას. თითქოს ვაზის ენა ესმის. ისიც დილიდან საღამომდე ვენახშია. რა საინტერესოა, ვაზის სიყვარული ოდითგანვე მოსდგამს ქართველ გლეხკაცს. კახეთში ოჯახი ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. ძალიან მიყვარს შემოდგომა რთველი. პაპა და დიდედა რთველში გვეპატიჟებიან ხოლმე. გვიხარია სოფელში ჩასვლა. დათო მასწავლის ყურძნის კრეფას. პაპა წურავს ყურძენს. პირველ ჭიქას ყოველთვის მემასინჯებენ. მიყვარს ბადაღი, დადუღებული ყურძნის წვენი, თათარა და ჩურჩხელები. შენ ისეთი სიამოვნებით გვიამბობ, რომ მეც მომიდა რთველში წამოსვლა. წამოვბრძანდით, აუცილებლად გვეწვიეთ, სულით და გულით გეპატიჟებით. სტუმარი ღვთისაა. ჩვენი დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. მომავალ შეხვედრამდე. Bugünkü programımız sona erdi. Hoşça kalın.